პოლიტპატიმარმა ლევან ხაბეიშვილმა გარესამყაროსთან ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება სასამართლოს ხდომა გამოიყენა და პოლიტიკური მოვლენები შეაფასა. მას აკრძალული აქვს მიმოწერა, ზარის უფლება, ოჯახთან შეხვედრა. ამიტომ გზა, რომ საზოგადოებას ხმა მიაწვდინოს სასამართლო პროცესია. ლევან ხაბეიშვილმა ილაპარაკა ოპოზიციაზე. განაცხადა, რომ გულშემატკივრობს ახალგაერთიანებას, მაგრამ არც კრიტიკას მოერიდა. პოლიტიკოსი გამოეხმაურა სუსიდან დინარაძის ჩამოშორებასაც. დინარაძე ის პირია, რომელმაც ოლიგარქის დავალებით ლევან ხაბეიშვილი დააკავა. პოლიტპატიმარმა სუსის ყოფილ უფროს გაპანღურებული გენერალი უწოდა. თავმოყარი მაგრამ ბაღში დირექტორს არც შეძლია ოთხჯერ ეწელიწადში. მეოთხე სუსის უფროსი დანიშნეს. რა მდგომარეობაში სახელმწიფო ბრალდებული სკამიდან ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართულ ოცნებაში მიმდინარე დიდ საკადრო ცვლილებებს. ლევან ხაბეიშვილის პროცესი სწორედ ამ განცხადებით დაიწყო. მან ახალი სამინისტროს შექმნის მოლოდინში მყოფ მამუკა დინარაძეზე ისაუბრა. ქართულ ოცნებაში მისი როლიც ახსნა და თანამდებობის გარეშე დარჩენის მიზეზიც განმარტა. შეიძლება მიდის აკმაუშვა ბიძინან მამუკა დინარაძე. და ის გამოგზავნა დინარაძე. თქვი რომ იშვაძეს 300 მილიონი მოსწოვეს. არა ხაბეიშვილი იტყუება. მე კლავდები იშვაძეს. მოიცა იშვაძეს რომ კლავდები. მოსაბარდეს ასა კითხულობ ზოგადად. ამაზე პასუხი ვიცი? სად არის 300 მილიონი? რომელიც ბიძინას უწრეს რომ აი გამოვიგეთ და ამაზე. სად არის ლიმოში სოთხოვა ფული? არა ლიმოში ვთქვა რომ მე სამომავლო დავალე კაცი განჭირილი. და გარიბოში ფული არა მამუკა დინარაძე დანიშნეს ამოღების სამსახურის პროცესს. მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებს სახელმწიფო უსაფრთხოება. ბიძინას. ამიტომ მამუკა დინარაძე გააპანურეს ერთი რამის გამო. არ არის ფული, არ არის მამუკა. ლევან ხაბეიშვილი უკვე 7 თვეა პატიმარია. დღეს პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ უთხრა სასამართლოს, რომ მისი ციხეში ჩასმის ბრძანება სწორედ მამუკა დინარაძემ გასცა. თანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაბარებიდან ზუსტად ერთ კვირაში. რატომ მოხდა ჩემი დაკავება? მან გასცა პირადად ბრძანება მისი ამოცანაირები. მე სხვადასხვა მოსამართლე, რომელიც წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, ეს იყო მისივე თანამშრომლის მეუღლე. სრული იზოლაცია და შეზღუდული უფლებები ასეთია ლევან ხაბეიშვილის 7 თვიანი პატიმრობა განაჩენის მოლოდინში. პოლიტიკოს არც მიმოწერის, არც ზარებისა და ვიზიტების შესაძლებლობა აქვს. სწორედ ამიტომ სხდომათა დარბაზიდან მან თანამებრძოლებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც მიმართა. ასევე პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ ალიანსის განცხადებები შეაფასა. მის წევრებს შეახსენა, რომ ხალხის რეალური პრობლემა და საჭიროებები ახლა სულ სხვაგვარად გამოიყურება. ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში, სადაც ხარება გამოცხადებულია ტიტოლა და პატა ბუჩქაზე უძალო. ესეთი ნონსენსი რაგია? აქ სამებელი, დასახიჩებელი, კლენი აბსოლუტურად. აი ეს თვალში ცხოვრობთ. არც დისიდენტი გვაქვს, არც ოპოზიციონერი არ გვაქვს. პატარებული თემა რაღაცა გაუგებარ თემებს არჩევენ. ან მოეძებებით მართლა მიხეილ სააკაშვილს ასიმაღლებოდეთ. მისი არ საქმე გაეკეთებინოს ვიღაცას ხო მართლა მე პირიქით გულშემატკივრო გაერთიანებას გულშემატკივრო ყველას რაღაცებს ხო აქვს საზღვარი ხუთი განცხადებები ოპოზიციური ალიანსის სამი აბსოლუტურობას რო ეხება ცოტა განორმალური ხალხო რა ვიცი თქვენი პლაკატების გამგროვი მთელი მე ლევან ხაბეიშვილი დაატავისულეთ ეს პროგრამა კაცო ოღონდ სწორი ნაბიჯები და ოღონდ იბრძოლებს მაგო რა ვიცი ეს 10 მაისიდან რომ ვიცით გასვლაზე დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა ვიდეო მტკიცებულებები გამოიკულიეს. პროკურატურამ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს წარუდგინა ამონარიდების სხვადასხვა ტელეარხის ეთერებიდან, სადაც ლევან ხაბეიშვილი 4 ოქტომბერზე ქართველი ხალხის ბრძოლასა და გამარჯვების პერსპექტივაზე საუბრობდა. ჩანაწერები ასახავდა პოლიტიკურ დაპირებასაც, რომელიც სპეცრაზმელებს მიემართებოდა და მათ ფულად ჯილდოს ვპირდებოდა. ხელისუფლების ცვლილებისა და იმ შემთხვევაში, თუ კი საკუთარ მოქალაქეებს არ დაასახიჩრებდნენ. მოუწოდებდა გედედეს თანამშრომლებს, რომ არ ეწამებინათ, არ ეცემათ ეს ადამიანები და ასევე მოწოდება იყო აქციასთან დაკავშირებით, სადაც უერთდებოდა იგი 4 ოქტომბრის აქციას. მე მაინტერესებს მივმართავ მამუკა დინარაძეს, რომელიც თავად გამოვიდა სულ რაღაც რამდენიმე დღის უკან და თქვა, რომ ქთამიო არისო ლატენტური ფარული დანაშაულიო და ამისი დადგენაო თუ არ ფაქტი თუ არ არისო ამის დადგენა შეუძლებელიაო. ბატონო მამუკა, მაინტერესებს რისთვის
მიზის ლევან ხაბეიშვილი უკვე 8 თვე ციხეში და რისთვის იხდის აი ამ რაღაცა აბსურდულ სასჯელს? დემოკრატიულ სახელმწიფოში თუ გაქვს ამბიცია იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ჰქონდეს ეკონომიკური განვითარება, გაღიარებდეს, იყო ლეგიტიმური პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს პოლიტიკური განცხადებების გამო იჭერდე და სვავდე ციხეში, იმიტომ რომ მისგან ან საფრთხეს ელოდები, ან არ მოგწონს, ან უბრალოდ შენთვის არის მიუღებელი. წინასხდომაზე დაკითხულმა მოწმეს სპეცრაზმელმა ადვოკატების შეფასებით ბრალდების მხარე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. სწორედ ამ პროცესის შემდეგ დღესაც ლევან ხაბეიშვილმა კვლავ მოითხოვა, რომ პროკურატურამ დასაკითხად საქმის მთავარი დარჩენილი მოწმეებიც მოიყვანოს. სწორედ ამ სპეცრაზმელების ჩვენებაა ხაბეიშვილის წინააღმდეგ წამოწყებული დევნის სამართლებრივი საფუძველი. ამავე საქმეზე ბრალდებულია მურთაზ ზოდელავაც. ბრალდების მხარის მტკიცებით ყოფილმა გენპროკურორმა თავისი ქმედებით გამოძიებისათვის ხელის შეშლას სცადა. ზოდელავა არც დღევანდელ პროცესს დასწრებია.